მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. ალბათ ძნელია ნაცმოძრაობის და მისი სატელიტების მოქმედებების შეაფასოს სრული სერიოზულობით, როდესაც საქმე გვაქვს მარგინალურ, რაღაც კომიკურ დაჯგუფებასთან, რომელიც ისეთ ქმედებებზე მიდის, რომელიც რაღაც ნამდვილად ღიმილის მონგრელი არის. და ეს ყველაფერი დაადასტურა თავად ამ გუნდის განცხადებებმაც. იმ დღეს იაფარულავა გამოვიდა და გააკეთა განცხადება, რომ ესენიო შიდა ღალატსა აქვს საქმეო, ივანიშვილი მაგარი არისო, ზურაბიშვილმა რაღაცა გვიღალატაო, ამის ესეთი პათოსის იყო ეს განცხადება. ეხლა ქალი, რომელიც მდიდარი სექსუალური თავისი იმაზე საუბრობს ყოველთვის გამოსვლებში მდიდარი სექსუალური გამოცდილებით, აი ეს ქალი ხვდება, რომ ნაციონალების საქმე არის წასული და ღალატს რო აქვს საქმე შიგნიდან და მაგიტომაც აღარ დავდივარ ამ აქციებზეო და არ ვიცი ეს ჯუნიორ ვაშაძე, ეს მელია, ეს გაურკვეველი ტიპის ადამიანები რატო ვერ ხვდებიან ამას ეხლა ქალი, რომელსაც დიდათ არ აქვს პოლიტიკაზე პრეტენზია, ის ხვდება, რომ გაყიდული არის ეს ყველაფერი და აზრი არ აქვს იქსიაროს, მაგრამ ხალხიც პრინციპში მიხვდა თავად ეს ნაცების მომხრეები, იმიტომაც არის შეთხელებული მათი რიგები, რაღაცა 20-30 კაცი დაბორიალობს რუსთაველზე და გზააბნეული დადიან იქით-აქით. და ამიტომაც არის, რომ იქ უჩანანუაშვილი უჩივის დაუფინანსებლობას, იქ ზურაბიშვილი ამბობს, ფული არა გვაქვსო. და ეხა 26 მაისისთვის ემზადებიან თითქოს აი ამ 26 მაისი ისეთ იმებს თარიღებს ამთხოვენ ამ 9 აპრილი 26 მაისი თითქოს რამე გქონდეთ კავშირი აი ამ წმინდა დღეებთან ამ ეროვნულ დღეებთან ამ უღმერთოებს და არაეროვნულ ხალხს ეხლა 26 მაისისთვის რაღაცას ფიქრობენ რომ რაღაცა უნდა გამართონ რაღაცა ხალხი მოიზიდონ მაგრამ როგორც 9 აპრილი, როგორც წინა ასევე დღეები, ესეც სრული ფიასკოთი დასრულდება მათი ეს ცხადზე ცხადია. დღეს ჩვენ ამ თემებზე გვექნება საუბარი ძვირფასო მეგობრებო ჩვენ სტუმრებთან ერთად და ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი იქნება პოლიტოლოგი, პროფესორი, პუბლიცისტი ბატონი დიტო ჩუბინიძე. მოგესალმებით ბატონო დიტო. გამარჯობათ ქრისტე აღდგა მოგესალმებით. ეშმარიტად აღდგა. აღდგომის პირველად ვთქვით ერთმანეთთან. თქვენც ალბათ უყურებთ იმ განცხადებებს, რომელიც არის ნაცმოძრაობის ირგვლივ, ესე იგი სრული ქაოსი არის. ერთმანეთს უპირისპირდებიან, ერთმანეთის მიმართ აქვთ ბრალდებები, რომ გაყიდულია ის ყველაფერი, რასაც ესენი აკეთებენ. თქვენ აი რა შეფასებას მისცემთ მათ მოქმედებებს? კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემით მოგესალმებით და სრულიად საქართველოს მინდა მიულოც რომ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, ბრწყინვალე შვიდეულის დღეებია და თემები, რაზეც ახლა მე მომიწევ საუბარი, მაინცსა და მაინც არ შეესაბამება აი ამ ვიტყვიან ამ დღეების რელიგიურ და მისტიურ დატვირთვას, მაგრამ ჭეშმარიტება გიებს, როგორც იტყვიან და სიმართლე უნდა ითქვას ყოველთვის და ნებისმიერ სიტუაციაში. საქართველოს ქართულ პოლიტიკას დღეს ხავს რამდენიმე ჭკვიანი მეძავი, რომელიც პოლიტიკაში დამკვიდრებას და შეძრომას ცდილობს და რამდენიმე უჭკუო მეძავი, რომელიც დიდი ხანია პოლიტიკაშია, მაგრამ ვერ გაიგო მოკლედ რა უნდა გააკეთოს და როგორ უნდა მოიქცეს. ეხლა თქვენ რომ ქალბატონი ახსენეთ მაგალ საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით და ის ჭკვიანი ქალია. ასე რომ მან ძალიან კარგად ის ძალიან
მან მოიწყო თავისი პირადი ცხოვრება. გამოცდილება რა გამოცდილებაზე რა? ახლალი იაფარულაოს გამოცდილებაზე ახლა მე რო დავიწყო ლაპარაკი პირდაპირ ტექსტით ხალხი გაიქცევა ეკრანზე. ის არ აქვს სახლიდან და მოდი რა ამ თემაზე ნუ ვილაპარაკებთ ახლა. თერს არ უსურვებ იმ გამოცდილებას და მაგათ ჯანში იყოს რა გამოცდილებაც იაფარულავას აქვს რა. ხო მე ამ თემაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ, ნუ ახლა ქალი რომელიც დაკარგავს კლდემამოსილებას, ქალი რომელიც დაკარგავს სინდის და ნამუსს, ახლა იმას მე ვერაფერს ვასწავლი და აბსოლუტურად არ მაქვს არანაირი სურვილი რომ მას რაიმე მორალი წაუკითხო და რაღაცნაირად დიდაქტიკოსის პოზა ავირჩიო. უბრალოდ ვამბობ იმას რომ ქალბატონი ფარულავა მიხვდა იმას რაც საცნაური იყო და ცნობილი იყო სრულიად საქართველოსთვის. რომ ესენი დღეს რო თავიანთ თავს ოპოზიციას უწოდებენ, არიან სამშობლოს მოღალატეები, გაყიდულები, ეს არის პირდაპირ აგენტურა, რომლებიც უცხოეთიდან ღებულობენ ფულს და მზად არიან, რომ საქართველოს ინტერესები, ჩვენი ქვეყნის ინტერესები ანაცვალონ უცხო ქვეყნის ინტერესებს და თავიანთ პირად კეთილდღეობასა და კომფორტს. აი ამ უკანასკნელმა სკანდალმა, რომელიც სხვათაშორის ასავალ-დასავალმა გაახმაურა და გულისხმობ აი რუსი პრანკერების საუბარს აი ამ სალომე ზურაბიშვილთან, ასევე იმ აწყობილ კაცთან, ფრანკენშტეინის როგავს, ვილსონი და ეს ქართველი ფრანკენშტეინი ასავალ-დასავალმა რა გაახმაურა? ანუ გაახმაურა ამ საუბრის შინაარსი დეტალები ყველაფერი გაახმაურდა ჩვენს გაზეთში ამის შესახებ და მე ეთქობა ამათ გადაწყვიტეს ეს იმედის მეშვეურებმა რა ეკნათ, როგორ ეკნათ და ბოლოს როგორც იქნა ამოღერღეს. თორე ახლა დარწმუნებული ვარ, მათაც ეცოდინებოდათ ეს ამბავი, მაგრამ არ ვიცი ახლა ესენი რას თამაშობენ, რას ჭრიან, რას კერავენ. აი ეგ კიდე ცალკე თემა არის ბატონო ნიკოლოზ. ახლა მე დარწმუნებული მე ახლა ვერავინ ვერ დამაჯერებს იმას რომ თუ ჩვენ გავიგეთ ეგ ამბავი და თუ ზაზა დავითაიამ გაიგო ეგ ამბავი ხო წარმოუდგენელია რა რომ მოკლედ ვერ გაეგო შესაბამის სტრუქტურებს თუ რა საუბრები ქონდათ აი ახლა უჩანანუაშვილი რო არის ეს 2 წლის ბავშვს რომ მიუტანენ ასაწყობ კაცს და რაღაცა რო შეეშლება და მაგალითად ფეხის ადგილზე ხელს გაუკეთებს და ხელის ადგილზე ფეხს გაუკეთებს და ცხვირის მაგივრად რაღაცა უკანავს რომ მიაბამს იმას სახის მაგივრად აი ამას რო გავს ეს კაცი ეს არაკაცი ეს ნანუაშვილი რა სხვათა შორის მაგას სოლიკავს ჩემი რაიონიდან რა მამას ახლესი და აი ვანელებს ვეუბნები რომ ეგ მოღალატე რაიონში არ შეუჩვათ რა ხო და ინაროს თავისთან ეს ყიზილბაში ეგ არის ყიზილბაში ეგ არის ყიზილბაში გუშინაც ვილაპარაკეთ ჩვენ ამაზე და წესით ეხლა პროკურატურას უნდა დაიბაროს რა თქმა უნდა პროკურატურაში უნდა მეო შეერაღებული დაჯგუფებები მყავსო კაცო შეერაღებული პროკურატურაში უნდა იჯდნენ ეს მეძავი ქალი ეს სალომე ზურაბიშვილი ეს სულწარწყმედილი და ეს ნათლობის მადლის შემგინებელი და წამბილწავი და ეს კიდე ეს აწყობილი კაცი ეს ყიზილბაში ეს ნანუაშვილი ესენი ახლა უნდა იყვნენ გენერალურ პროკურატურაში ხელებზე ბორკილები უნდა ქონდეთ დადებული და ჩვენებას უნდა იძლეოდნენ ესენი არიან სამშობლოს მოღალატეები და ესენი ამზადებენ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას შეერაღებულ ამბოხებას და მე მოუწოდებ ხელისუფლებას რომ თქვენ ნუ ცდილობთ ამ საქმეების მიფუჩეჩებას და მიმალვას და მიჭხმალვას კაცო ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან სერიოზულ დამნაშავეებთან ეს არის კარტელი ეს არის დამნაშავეთა კარტელი ორგანიზაცია რომელსაც აქვს საერთაშორისო სტრუქტურები და საერთაშორისო ოფისები და საერთაშორისო კურიები პირდაპირ თქვა იმ ამერიკელმა ის ჩალფერზე რო ცხარი ყავს გამოფული ვილსონმა რომ დაურეკეთო ჰელსინკისო კომიტეტის თავმჯდომარესო და ჩააყენეთო საქმის ხურშიო და ის მოგცემთ რაღაც რჩევებსო როცა შეერაღებულ გადატრიალებაზე იყო ლაპარაკი ხო და რა ვიცი ეხლა მეტი რაღა უნდა თქვა ეხლა ჩანაწერი არსებობს ესენი გამოთყდნენ და აღიარეს რასაც ცდილობენ და რაც უნდათ ასე რომ მე არ ვიცი ეხლა მე დარწმუნებული ვარ რომ ბატონი
არის ოხანაშვილი, რომლის კომპეტენციაში ინტელექტსა და მამულიშვილობაში ნამდვილად არ მეპარება ეჭვი და არის ნაღდად მაღალი დონის ინტელექტუალი და არის განათლებული და ჩვენს ქვეყანაზე შეყვარებული კაცი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის აუცილებლად ამას ძალიან სერიოზულად მოკიდებს ხელს, იმიტომ რომ აი ამის ესე მიყურიზირება და ესე გატარება, როგორც ახლა დღეს საუბრობენ ქართველები ქუჩაში, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. და მართლაც ნუ დავდგებით და ქვეყანა ნუ დავა იაფარულავას დონეზე. აი ამის თქმა მინდოდა ნამდვილად. აქ მთელი ნაცმოძრაობის სახე არის იაფარულავა. ეხლა ჩვენ შევადაროთ მათი ლექსიკა როგორია, როგორ საუბრობენ ესენი. ფაქტობრივად ეს ხალხი არის არაფრით არ განსხვავდება აი ამ ადამიანისგან. ეხლა პრესპიკერად რომ იაფარულავა ვინც არის? იაფარულავა ვინც არის და რაც არის ამას არც მალავს. და მთელმა ქვეყანამ იცის. ეხლა რა აქენა სამკალმა რო ხა დროშას ხო არ დაიჭერს ხელში და მე ეგეთი ვარ, ესე ხო არ დაიწყებს და იაფარულავა ვინც არის და რა მორალის ქალიც არის, მაგას არ მალავს ეგა. ეგ იცის ქვეყანა. ხო და აი იქ ახლა იმაში რო არიან, რა ქვია, ნაციონალურ მოძრაობაში რო არიან და ყინტვისის ანგელოზების სახი აქვთ მიღებული და სინამდვილეში იაფარულავაზე უარესები არიან და რა ვიცი, აი გარდამავალი დროშასავით რო გადადიან ხელიდან ხელში. ეხლა აი ეს არის მათი მორალი. აი ეს არის მათი მორალი. აქ ამაზეა ლაპარაკი, თორე რაც უნდათ ეხლა კაცო ის სალომე სამადაშვილს უნდა ვისა რა ქვია დიდარი სექსუალური გამოცდილება ქონია და გინდა რა ვიცი ვაიმის პატრონს მისთანაც მაგას ქონდა ისა რა ქვია ეს ურთიერთობები შემწოდებია ის ქალი თუ კაცი ეხლა მაგათ არეულია იცით ჩვენ მე მგონი იცით უკვე დაიღალა საზოგადოება ამათი აი უკვე მსგავსო მოქმედებები. ახლა სასამართლო პროცესებზე რა ხდება? შეურაცხყოფას აყენებენ მოსამართლეებს, პოლიციელებს, გამომძიებლებს, მანდატურებს, შეურაცხყოფას აყენებენ დეპუტატებს, ყველა შეურაცხყოფას აყენებენ და იცით ესე აღარ შეიძლება გაგრძელდეს. არავინ არც ერთ ქვეყანაში ამას არ მოითხოვე. ახლა სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს რომ რაღაცა მიაძახოთ, ციმბირში, გაგაციმბირებენ, ციხეში ჩაქსვამენ. და ესე იგი შენ რომ ვიღაცა შეურაცხყოფას გაყენებენ ესე იგი ეს თურმე დასაშვებია იმ დღეს ჩვენ გავუშვით პოლიციას მონას ეძახდნენ და ჟურნალისტი გამოდის ტელეპირველის და ამბობს რომ რა მოხდაო არა გვაქვს უფლება პოლიციას მონა დაუძახოთო წარმოგიდგენია თქვენ ახლა იმედის ტელევიზია დახურეს იმიტომ რომ რაღაცა იქო სადღაც ვიღაცამ რაღაცა წამოწდაო ეთერშიო და არ ვიცი ან ამ ტელეპირველს რატო არ ხურავენ ან ამ ფორმულას ან ამ იმიტომ რომ ესენი უკვე გავიდნენ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან იმიტომ რომ თუ ტელევიზია უკვე აღარ არის ტელევიზია და ის უკვე არის იქცა გადატრიალების რაღაცა გარკვეულ სააგიტაციო მანქანად უკვე კანონის ფარგლებს გარეთ არიან გასულები ესენი. ესენი კონსტიტუციიდან გასულები არიან და გადასული არიან პროსტიტუციაზე. გასაგებია ეს შეულებრივი ამბავია მათთვის. ესენი ახლა მოდი რა პირდაპირ დავარქვათ ყველას ყველაფერს თავისი სახელი. ახლა ძირითადად უკვე ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო აგრესიულ ქალთა რაღაცა კონგლომერატის და სექტის სახე. ეხლა ესენი არიან ძირითადად სააკაშვილის სარეცელში ნაკოტრიალები ქალები, ფიურერებად იქ არიან და ეხლა ვინც არიან ეს წამოჩიტული ახალგაზრდები, ისინი ოცნებობენ რომ როგორმე ოდესმე ეღირსონ სააკაშვილთან მოკლედ რაღაცნაირად მსგავს ურთიერთობებს. ეს უკვე არის კლასიკური სექტა. რის საფუძველზე რა მოტივით შეიკრა ეს სექტა, ეს ახლა მართლაც მეცნიერული კვლევაძიების საგანია და მე ამაზე ამჯერად ჩვენს მაყურებელს აღარ მოვაცდენ, მაგრამ ფაქტია რომ ეს არის ნედაცეულთა სექტა. ეს არის უზნეოთა ერთობა. ეს არის ძირითადად იმ ხალხის ეგრეთ წოდებული სბროდი რომელთათვისაც არც მართლმადიდებლობა არის, არანაირი ღირებულება, არც ეკლესია, არც საქართველო, არც პატრიოტიზმი, არც ოჯახიშვილობა, არც გვარიშვილობა და არაფერი აბსოლუტურად. აი წარმოიდგინეთ თქვენ ახლა აღდგომის წინარევნების კვირაში გააჩაღეს ფართო კამპანია იმის შესახებ, რომ წმინდა ცეცხლი გადმოდის თუ არა
ქრისტეს აღდგომის ტაძარში. და არის თუ არა ეს ნამდვილად ასე თუ იქ ესე იგი თუ იქ სოფლიო პატრიარქი შედის იმითი უკაცრავად და ზაჟი გალგით და უკიდებს სანთლებს და გამოდის. აი ამ დონეზე არიან. ვინ არის ამის გამავრცელებელი? ვინ როიტყვიან დაატრიალა ეს თემა? ეს ჩერგოლეიშვილი რო არის, ეს ავადმყოფი ქალი რა. ნებისმიერმა ნარკოლოგმა რო გასინჯოს დაიტოვებს კაბინეტში. ბოკერიას ცოლი. და ეხა ბოკერიას ცოლმა აი ამ 9 ღობეზე გადამხტარმა, ახლა სხვა სიტყვას ვერ ვახსენებ ღობის ნაცვლად, 9 ღობეზე გადამხტარმა ალკაჯმა თურმე და მისმა ტაბულამ, რომელსაც აი ეს აცგანსვენებული მძორი კახა ბენდუქიძე აფინანსებდა. ეს სოფლიო მასონი, სოფლიო დონის მასონი. აი მაგან უნდა გაარჩიოს თურმე წმინდა ცეცხლი გადმოდის თუ არა, არ გადმოდის და ცეცხლის გარდამოსვლა არის თუ არა ეს ღვთაებრივი პროცესი თუ აქ რაღაცა ინსინუაციებს აქვს ადგილი და ვიღაცა ხელოვნურად აკეთებს ამას. აი დააკვირდით ძვირფასო მეგობრებო, აი ელემენტარული კრიტიკული აზროვნებაა იმისთვის საჭირო რომ გაარკვიოთ და გაიგოთ ვინ არის ეს ხალხი. ესენი არიან ღვთისმგობელები, სექტანტები, პირდაპირ გეუბნებით ბორდელიდან გამოქცეული ხალხია, კაცო, ახლა არ მინდოდა ამის თქმა, ახლა ამ ბრწყინვალე შვიდეულის დღეებში, მაგრამ ესენი არიან ბორდელიდან გამოქცეული ადამიანები. ახლა კაცია არის ვიღაცა. ჯერესერთი ეს კაცია კი არა, რო შეხედავ არაკაცია ასულთან რა. ესე ჩამოყალიბებული ნარკომანი. შუბლზე ახადია შპრიცი. შუბლზე ნარკოტიკებით არის გაჟღენთილი რა. რატო და ეხლა ამას ლაპარაკი რომ ეს ყველაფერ უბედურებაზე მოაწერდა ვითომ რა ჟურნალისტი ვინ არის ჟურნალისტი კაცია მე არ გამიგია დაუბერდი ჟურნალისტიკაში ვინ არის ეგ არის არაკაცია ხო და აი ეს არის ერთი რაღაცა კატეგორია მე ახლა გამოძერწეს ფიგურა რომ ესე იგი ანდრო არის მსახიობი ეს სულელი ნიკამელია გამოდის და იძახის რომ დოი არისო მსოფლიო მასშტაბის კინორეჟისორიო ესე იგი მე გამოდის და მსოფლიო მასშტაბის ალბათ იაპარულავას გამოაცხადებენ მალე მსოფლიო მასშტაბის პორნოვარსკვლავად მე გამოაცხადებენ სალომე სამადაშვილს და ის ბოკუჩავას მსოფლიო მასშტაბის მეძავებად და ნუ მთელი მსოფლიო მაგათ ხელშია რა მოკლედ აი ეს არის ხალხი რომელიც აზროვნებს აი ამ დონეზე ამ დონეზე არა გარკვეულ აი ზოგჯერ იცით მეც აი ჩვენ ახლა მაყურებელით რო გვისმე შეიძლება ხშირად ჩვენ არაპოლიტიკურ თემებზე გადავდივართ და უფრო სხვა სახეს ვძენთ ჩვენს საუბარს, მაგრამ ახლა როგორ შეიძლება რამე ილაპარაკო კაცმა სერიოზულად, როცა რა ლექსიკით მეტყველებენ, როგორ შეურაცხყოფას აყენებენ განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანები, მიუვარდნენ ახლა იმ ალუდა იმას, რა ქვია, ღუდუშავს. და ესე იგი ტევე პირველი იწყებს სიუჟეტს, რომ აი აღშფოთებული მოქალაქეთა ჯგუფის წარმომადგენელი მივიდა იქ და თავისი პოზიცია გამოხატა. თურმე მიყოფილა ტახირას გოგო. ამ გიორგი არველაძის გოგო მისულა იქ და შეურაცხყოფა მიაყენა. ესე იგი, ეხლა უკვე თვითონ რომ ამოწურეს, თავიანთი შვილები გამოიყვანეს ასპარეზზე. იქ ბუბაზას ბიჭი გამოდის, იქ შალიკოს ბიჭი გამოდის. აქით ეს ტახირას გოგო არის, იქ ნანუკას გოგო არის. ვერ გავიგე რა ხდება ეს დინასტიით გადადის თუ რა არის ესენი ვერ გავიგე. მადამა ის ყველა ვინც კი პოლიტიკაში იყო, ისე შთამომავლობით არის ეს პოლიტიკაში შესვლა მათ მხრიდან? ესე იგი, ეგ ტახირას გოგო კი არა, ტახიროვიჩის გოგო არის რა. სხვათა შორის ეს არველაძე და მისი უკრაინელი ცოლი, მე მგონი ეს ბავშვი დიდი ალბათობით იმაში არის, რა ქვია, ღამის კლუბში არის დაბადებული. იმიტომ რომ ეგენი ისეთ შეყვარდნენ, ეგ არველაძე და მისი ცოლი. იქ ცნობილი ფოტო რო არის. ხო ვიცი შემოხვეული რო არის კი აი მაშინ ჩაისახა ეგ ბავშვი რა ხო და მოკლედ ეხლა რაზე უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ არა ერთმა ჩასახოს სხვათა შორის ეხლა ნეტა ბავშვები მაინც გააჩინონ და იმ ბავშვებს მაინც რაღაცას მივხედავთ არა კარგი იქნებოდა ის სურათი რო გვეჩვენებინა ეხლა როგორც ეგვავს არველაძე და მისი ცოლი კლუბში მაშინ მოხდა მაგ ბავშვის ჩასახვა და ეხლა როგორ გონია თქვენ ეგ ბავშვი ნორმალური იქნება? ხო წარმოუდგენელია რა. ხო და ეხლა ალუდა
ღუდუშაური არის ერთი ვაშკაცი კაცი. ხო და რა უნდათ ეხლა ვერ გავიგე მაინცა და მაინც ვიღაც ეხლა სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები უნდა ისდნენ პარლამენტში და ამათ დაუკრან კვერი და ტაში თუ რა აჯანდაბა უნდა. მთელი უბედურება ბატონ ნიკოლოზ იცით რა არის? ეს არველაძე დღეს რო ეხა თავისუფლებაზეა მილიონერი რო არის და ამერიკის ელჩები რო ცხოვრობდნენ მაგის სასახლეებში. მილიონერი რო არის, საიდან არის მილიონერი? და მამამისმა იქ რა ქვია მერიაში თუ საკრებულოში რო ყოველი მხრიდან რო ფულები ხვეტა, ფულები რომ მოხვეტა ტახირ არველაძემ და გიორგი არველაძემ კიდე ზედ დაამატა და ეს ყველაფერი რო შერჩათ. ბუნებრივი ეხლა მისი გოგო გამოვა და ეგრე დაიწყებს წანწალ ქუჩა აბა რას გააკეთებს. ეს ამათ შერჩათ ყველაფერი. შერჩა მამუკა ხაზარაძის არ შერჩა. შერჩა 50000 ლარი დააჯარიმეს მამუკა ხაზარაძე გირაოთი 50000 ლარი მამუკა ხაზარაძისთვის ეს არის მზესუმზირის ფული. ბადრი ჯაფარიძეც ისე, ნუ გივით არგამაძეც ისე. ერთი ვინმე მითხარით, ერთი რომელი დაიჭირეს, ვინ არის დაჭერილი. რაღაცა ვაშლის ნამცხვენების როლისთვის და რაღაც ისურელეებისთვის არის ხალხი გასამართლებული. აფრასიძეების ოჯახის გულისთვის ბარამიძე არის და აფრასიძეების ოჯახს რაც დამართეს ბარამიძე არის და გაასამართლა ვინმე გამოდის და გადაობს აგერ ხო ხედავთ რა პრესკონფერენციებზე იცინის. კაცი პირდაპირი აღიარებებია და აი მე ახლა რას ვამბობ მე კაცი ეს ჯაფარიძე რო გამოდის კიდე და მე უზენაესი საბჭოს დეპუტატი ვიყავი პირველად გავიგე მაგი საერთოდ არ ვიცოდი მანამ ეგ სანამ მაგი იტყო და მაგას ცხოვრებაში არ გამეგო რომ მაგი იყო უზენაესი გამოდის და ერთი სიტყვა არ მოგიღია შედალოცვილო ჯერ დაემხო ის ხელისუფლება არ გაგიპროტესტებია რა ეროვნულებაზე დებს ხა გამოდიან და ამაღლებულ რაღაცებზე რომ ლაპარაკობენ ერთი აი გამოუგნებელი. ეს ერთობა არ წაგიკითხავთ და მაგს აკითხავთ დაკავშირებით. ქალბატონმა მაყვალა ბერიანიძე მომცა მე ძალიან საინტერესო ინტერვიუ და ეს ინტერვიუ გამოყო დასავალში. სწორედ მაგაზე ილაპარაკა. ბადრი ჯაფარიძე იმ დროს, როდესაც თავრობის სასახლეს უშენდნენ ცეცხლსა და ტყვიებს და სიკვდილს, ეს ნაძირალები და ეს გარეწრები ამ დროს ბადრი ჯაფარიძე უზენაეს საბჭოს ეგრეთ წოდებული ბუნკერიდან სინამდვილეში სასადილოდან ამ გარეწრებმა რომ ბუნკერი დაარქვეს უზენაეს საბჭოს სასადილოდან რეკავდა ერთ-ერთ მისამართზე და ერთ-ერთ შვენიერ ქალბატონს რომელიც მერე მისი ცოლი გახდა ეუბნებოდა რომ აქ ყველაფერი დამთავრებულიაო მალე გამოვალო და ვიქორწინებთო და ჯვარს დავიწერთო და აი ეგეთები იყვნენ იქ ეგეთი ვირთხები იყვნენ იმ ცხონებული ზვიადის უზენაეს საბჭოში და იმიტომ დაიღუპა და ჯავახია რომ გამოდის კიდე დიდი სამბით ამ იმასთან გასტუკიან ხვლიკთან და იმ დღეს ეხა ლაპარაკობდა ჩემზეც მე შემეხო და რაღაც ამ ეროვნულობაზე აი კაცი ეროვნული თუ ყარ აგინა სააკაშვილთან კაცი რომელიც ყველაფერი ეროვნული სტერი არის და აი არ ვიცი მე ყველაფერი აი ამის გამანადგურებელი იყო როცა იყო პრეზიდენტი და ეხლა ესენი თავსდებენ იმაზე რომ ჩვენო ეროვნულები ვართო რა. კაცო ის სააკაშვილი არისო პოლონურ გაზეთს 92 წლის იანვარში ორგვერდიანი ინტერვიუ რომ მისცა რომ ზვიად გამსახურდია კავკასიის სადამ ჰუსეინიაო თუ ამათ სინდის ნამუსი აქვს ასეთ გარეწარს გვერდით როგორ უდგანან მაგრამ ესენი იყვნენ ლატენტური მოღალატეები და კიდე ლატენტური ვიღაცეები და მე გამოაყარათ და გამოჩნდნენ რა ეგ არის მთელი უბედურება ეგ არის მთელი უბედურება თორე მაგათ ნაბრძოლი მართლა თავის დროზე და ბევრი უბედურებაც აქვს მაგ საწოდებს გადატანილი მაგრამ მე აერია თუ უკვე ჟამკარი და ახლა ეს დაახლოებით იმას გავს რომ შევარდნაძის საფლავი რო ამოთხარო და ჯვარი გულზე და კოცნა დაუწყო რას ამას აკეთებენ ახლა ეცენი როცა სააკაშვილის გვერდით არიან ცისფერთებში რო არის ხო იცით ის ჯერ ეკიდე გასარკვევია თქვენ ომამდე ვინ იყავითო ისე არის ეკიდე გასარკვევია მაგენი რას ბრძოლობდნენ და როგორ ბრძოლობდნენ და ჩანერგილები იყვნენ თუ რეალურად მართლა იქ რაღაცას აკეთებდნენ ეკიდე გასარკვევია ეხლა ეკაფერხეულიძემ უბედურებების მეტი რა გადაიტანა მაგსაც ახლა მაგას ვერ მოვყვები მე და არ არის საჭირო რა რაც არა ეგა ხერხეულიძეზე არც მაქვს მე ლაპარაკი რაც მაგას ხელმძღვანელებმა დამართეს მაგას მე არ ვიტყვი და არც არის საჭირო ალბათ მაგრამ თო მე არ ვიცი აი წარმოუდგენელია ეგეთი რაღაცა რომ ესე იგი როგორ შეიძლება რომ ასეთ გარეწარს რომელმაც სამშობლო ჩააბარა რომელმაც ყოდორის ხეობა ჩააბარა
მე კატეგორიულად არ მომწონს ესა, რომ ჯარისკაცები არ გასამართლდნენ, ისინი სამხედროები არ გასამართლდნენ. რას მისქვია სამხედროები არ გასამართლებიან? გამოითრა ის ნაძერალა ისა გოგავა, ზაზა გოგავა და თქვა, რომ ვერ გავამხე, რას ქვია, ვერ ტელეფონი დაუჯდა. Ძანება ვერ გასცა თუ რა, რაშია. პირდაპირ ქონდა მითითებული სააკაშვილისგან, რაც უნდა გაეკეთებინა. ბაგასაც და კალანდაძესაც და იმ ყურაშვილსაც. თუმცა ის ყურაშვილი ყველაზე უფრო გულწრფელი იყო მათ შორის, შედარებით. ეგ ზაზა გოგავა არის, 2007 წლის 7 ნოემბერს, რომ ჯარი გამოიყვანა და ხალხს მიუგსია. არმია გამოიყვანა მაგას რუსთაველზე მაშინ. ბაგაზე პასუხი უნდა აქვს. ხო, რუსთაველზე წდებაო საქართველოს ბედიო, ჩვენ რომ თავარი ბრძოლა რუსთაველზე უნდა გადავიტანოთო. ესე იგი, იქ იმას კი არ ანიჭებდნენ უპირ, ესე იგი ხალხი დამასქნეს, რა ქვია, ჩახოცეს იქა იმ ცხინვალში თავიანთი უაზრო. თამაში ხონდათ გახურებული, ამ გათახსირებულებს ისა რა ქვია 2008 წლის 10 აგვისტოს რუსთაველის პროსპექტზე. და ეს გარეწარი თამრიკო ისა რა ქვია ჭოხონელიძე მღეროდა იქა. დანი ბრეგვაძესთან ერთად. ესენი იყვნენ სააკაშვილის პირდაპირ გეუბნებით, არ მინდა ამ სიტყვის თქმა რა, ახლა გოგონები გამოძახებით, რომლებსაც გაუდეკავდა და უნდა ამღერებდა და უნდა აცეკვებდა და უნდა გაატიტვლებდა, როგორც რანა გოგობერიძე გაატიტვლა შევარდნაძემ და ცეკვავდა სასტუმრო თბილისში იმაზე, რა ქვია, პუჩისტების ტაშის ფონზე. ეს გარეწარი, ეს ბებერი მეძავი. არა, ეხა იცით რა, ვიღაცები, აი მე მაშინაც თქვი ერთ-ერთ ეთერში, მაშინ გადაცემაში რომ გახსოვთ ალბათ თქვენს გეხსოვმებათ ჟიად გამსახურდია საბრალებდნენ რას რომ აი წითელი ინტელიგენციას რატო ეძახდა ინტელიგენციას არ ექცევა სათანადოდ ყველას მოღალატეს ეძახის ყველას გამყიდველს ეძახის ამათ სხვანაირი მოქმედება ჭირდება ამათ მოფერება ჭირდებათ კი მაგრამ აი რო გადავხედოთ აი ამ გამეორება ცოდნის დოდა იმიტომ რომ ზოგჯერ ერთხელ რო იძახი არ გამოდის ჯო პატიაშვილი როგორ პირობებში აკופებოდა ინტელიგენციას იგივე შევარდნაძეც იგივე ბიძინა ივანიშვილმა საერთოდ სიკვდილს გადაარჩინა ყველა ხო გაყიდეს ამ ხალხმა ვინც კი აი ინტელიგენციას წარმოადგენს პატიაშვილიც გაყიდეს შევარდნაძეც გაყიდეს ბოლოს და ბიძინა ივანიშვილს ეხლა ბერიკაშვილმა რაც იკადრა იგივე ნანი ბრეგვაძის ოჯახმა რაც იკადრა და გინა სხვებმა რაც იკადრეს აი მე ამის მე რა როგორ იღებთ ენას და რა ბატონო ნიკოლოზ ესენი ზვიად გამსახურდია სიცით რატო გადაეკიდნენ ცხონებული ზვიადი ხელისუფლებაში რომ მოვიდა კინოსტუდია ქართულ ფილმში შეუშვა ეს აუდიტის სამსახური 700 კაცი მუშაობდა იქ და უზარმაზარი თანხები იყო დატაცებული არ მინდა ახლა ერთ-ერთ უსაყვარლეს მსახიობს გარდაცვლილი არის და 3 თუ 4 წლის განმავლობაში 16 თუ 20 გაზ 24 ყავდა გამოყვანილი ესენი იყვნენ ვაჭრები კაცო ვაჭრობდნენ ესენი ფულებს აკეთებდნენ უზარმაზარ კორუფციაში იყვნენ გარეულები დაიწყო ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება ესენი შეშინდნენ და დაუკავშირდნენ მე ამ გათახსირებულ პუჩისტებს და გადატრიალების და ქვეყნის დამაქცევრების ამ ქარში გაერივნენ რა ეგ იყო მიზეზი მეტი არაფერი არ ყოფილა ეხლა ქალბატონი ქეთი დოლიძე რო არის ეს კინოლისო ესე იგი 7 ჯერ თუ 8 ჯერ იყო მაგისი სახლი ჩადებული ბანკში ჯორაკნას ეხლა ამბიძინა ივანიშვილმა მე არა ვარ მისი ადვოკატი ადვოკატების მეტი რაყავს ხელფასიანები თუ უხელფასოა ერთჯერ გამოუხსნა ეგ სახლი ორჯერ გამოუხსნა სამჯერ გამოუხსნა ესე იგი ეს ხალი ვერ გაძღა ვერ დაუკვდა რა გეუბნებით რა აქეთ საჩუქარიო იქეთ უჩუქარიო მოკლედ ამათი მოკლედ ესე იგი გულის მოგება არის ყოვლად წარმოუდგენელი ესენი არიან მასვი მაჭამე ხალხი გეუბნებით მაგათ საქართველოს ფეხებზე კიდიათ რა ფეხებზე კიდიათ ესენი ამათ როგორ არის იცით აი როგორც ქართულ ზღაპარში არის რომ არ ისა რა ქვია ასფურცელაში ის რაღაც ფრინველს უცხო ფრინველს რო წამოაჯდება და რომ გამოელევა ხორცის ნაჭერი და თავის ხორცს რომ მოიჭრის და მერე პირში ჩაუდებს და ისი ამოფრინდება აი ესე იგი ესენი ითხოვენ რომ ესე იგი ყველაფერი უნდა მოიკლო შენ ქვეყანა უნდა გაყიდო და უნდა იყვნენ ესენი მაძღრები აი ეს არის ამათი მეტი ამათი ესე იგი მათი მორალი ცხოვრების მორალი ესენი იყვნენ გენიალური მსახიობები ესენი იყვნენ გენიალური კინორეჟისორები მაგრამ ესენი იყვნენ ძალიან პატარა ადამიანები რომლებმაც სამშობლოს ბედი გადააყოლეს თავიანთ მუცელს
მეც არაფერს ფულს ესენი იყვნენ გაყიდულები შევარდნაძეს ესენი ყავდა დავერბოვკებული სრული აქვს შევარდნაძე მიცოდა მათი სრული სააკაშვილისაც დავერბოვკებული ყავდა კომპრომატული რა თქმა უნდა კაცო რა თქმა უნდა სააკა ყველაფერი იცოდა შევარდნაძე მაგათი ეგრეთ წოდებული სეკრეტები იცოდა მერე გადაიბარა სააკაშვილმა და ესე იყვნენ რა მოკლედ არ მინდა ხა რომელი მომღერალი ვაჭრობდა ნარკოტიკებით თელმა საქართველოს ვიცის და ესენი იყვნენ მიშას მარაკაში უკრავდნენ ტაშს და იყო ერთი პაჩი-პუჩი და ჰაი და უი და რაღაცა ბუნებრივია ახალ ხელისუფლებასთან გიცინა ივანიშვილთან მათ ვერ მოძოვეს აგერ ხო ხედავთ გენიალური პიროვნება ბატონი გივი ბერიკაშვილი რომელიც არ გარეულა იმ უბედურებებში 90-იანი წლებიდან მოყოლებული დიდებული ადამიანი მართლა ქართველი კაცი შესანიშნავი მსახიობი დიდი პროფესიონალი და ვინმეს ეხლა უკვირთ რომ ქალბატონიო მანანა ბერიკაშვილიო რატო არისო ამ პოზიციისო ქალბატონი მანანა ბერიკაშვილი ბატონი გივის ქალიშვილი სულ იყო ნაცი იყო ეგა ეხლაც არ მავიწყდება და თვალიდან არ მომდის ის სცენა როცა ქალბატონი ბასა ფოცხიშვილი მორის ფოცხიშვილის ქალიშვილი შესანიშნავი რეჟისორი და შესანიშნავი ხელოვანი და ქალბატონი მანანა ბერიკაშვილი პირდაპირ ეთერში რომელიღაც გადაცემაში რო იყვნენ სააკაშვილის დრო არის და კბილებით იცავდა მანანა ბერიკაშვილი მიშას და ქალბატონი ბასა ფოცხიშვილი იყო სააკაშვილის მოწინააღმდეგე ბანაკში და გაოგნებული ვარ ახლა ის ძალიან მაღალი დონის ქალბატონია და დახვეწილი მანერებით და ოჯახშია გაზრდილი და რაღაცა და ეს ქალი კაცო ეს ქალბატონი გივი ბერიკაშვილის ქალიშვილი მაშინ როცა სააკაშვილის რეჟიმი ხალხს აუპატიურებდა იყო მიშას ამ ქარში და ტაშს უკრავდა მიშას ეხლა ასეთი მამიშვილი ნუ არ ვიცი რაღაცა ხდება არ ვიცი რა რაღაცები ხდება ჩვენს თავს რომელსაც ახსნა არ აქვს ბატონი გივი მისი სული აწყოვნოს და გაანათოს ღმერთმა იმსახურებდა ყოველგვარ პატივისცემას და მე როგორც ვიცი ვიძინა ივანიშვილმა ის დააფასა ბოლომდე ძალიან დააფასა კიდევაც მაგრამ ნუ ამ ხალხის უზნეობას სამანი საზღვარი არ გააჩნია რაზე უნდა ვილაპარაკოთ ბატონო ნიკოლოზ როცა აი ეს რო დადის ეს ის რო არის რა ქვია დასეტყვილ ხათამს რო გავს ეს უთხეული ეს დავით ზურაბაშვილი და იორამივით რო დადის თბილისის ქუჩებში ეს უთხეული სიცოცხლე შეუნარჩუნა კაცს სიკვდილს გადაარჩინა და მაინც იმ LGBT სოროში არის შემძრალი აი ბერძენიშვილებთან და მაინც რაღაცებს აგერ ხუხაშვილი აიღე კაცო სახლი აჩუქა კარი აჩუქა თავზე დააყარა ოქროები და ბაჯაღლო ბრილიანტები მაგრამ მაინც ისევ იმ სოროშია შემძრალი და იქედან აქვს გამოყოფილი ეს თავი რა ნუ მაგასაც ეგ არის ყველაზე მთავარი რომ საქართველოს ბეწ ყოველთვის წვეთდა საშუალო ფენა ეს იყო ადრე მეფის დროსაც ეგრე იყო ფეოდალები რასაკეთებდნენ ყოველთვის ღალატობდნენ მეფეს აი ჩავთვალეთ ესეთი თანამედროვე არიან და ეხლა უნდა მოხდეს ესეთი რაღაცეები რომ რაღაცნაირად გაიც ეხლა სწორი პროცესი სწორია დაწყებული რომ აი ესენი რომ გამოდევნეს ეხლა და განსაკუთრებით განათლების სამინისტრო LGBT ნაცების ბუნაგი ეს უნდა აი გოგირდია ასახჭოლებელი პირდაპირ გეუბნებით რა ეგ და დაწყებულია ეგ პროცესი ძალიან კარგი პროცესია და ეხლა დაიწყეს მაგათ წკმუტუნი და 1 მაისს ეხლა ვითომ ისა რა ქვია ისინი იყვნენ ახლა საერთაშორისო ინტერნაციონალის წევრები ეს უთხეურები ახლა რომ 1 მაისს ვატარებთო აქციას რა აქციას ატარებთ თქვენ რა აქციას ატარებთ ესე იგი ეს სულთა ნახილი ესე მიშას ქალები რა პირდაპირ გეუბნებთ აი მიშას ქალები ჩაბუდებული აი ამ საჯარო რეესტრში აი ამ იუსტიციის სახლებში სიპებში აიპებში და განსაკუთრებით საქართველოს განათლების სამინისტროში. აი მიშას ქალების ბუნაგი. მიშას ქალების ბუნაგი და მიშას კაცების LGBT ბუნაგი რა. ხო და ძალიან კარგია რომ გოგირდის აღჭოლების პროცესი დაიწყო და ეგენი ახლა ვირთხებით ყველგან არ არის კაცო სამედიცინო დაწესებულებები აიღე. ჯანდაცვის სამინისტროშიც ეგეთი ამბავია. ყველა კლინიკები ხო ფაქტებრივად მაგათმა იყიდეს სააკაშვილმა შეიძინა და აამოქმედა საავადმყოფოები.
დღეს ადამიანებს რომ ცუდად ექცევიან და არაკვალიფიციური სამედიცინო მომსახურებაა და ბევრჯერ ჩემამდეც მოსულა ინფორმაციები, სახელმწიფო ფულს რიცხავს იმისთვის, რომ პაციენტებს მოემსახურონ და ესენი ამწარებენ ხალხს. ამწარებენ და ოპერაციაზე კაც სჭირდება ოპერაცია აუცილებელი ოპერაცია სასწრაფო ეუბნებიან რომ ერთ თვეში მოდიო ერთ თვეში მოკვდება კაცი ესე იგი იმიტომ რომ ხელისუფლების წინააღმდეგ წავიდეს ცუდი განწყობები ყველგან ესეთი მოქმედები ესენი არა დივერსანტები რა გახდა საქართველოში ერთი კლინიკის გაკეთება სადაც ადამიანი მივა და დაუსვამენ სწორ დიაგნოზს. თურქეთში რატო დარბის ჩვენი ხალხი და თურქი ექიმები რატომ არიან გაგიჟებულები, რომ ვინ დაგისვათ ეს დიაგნოზი და ვინ გითხრათ, რომ კი მოგა განსაკუთრებით ონკოლოგიურ პაციენტებს ეხება ეგა. ესე იგი, რა გვჭირს? ისტორიულად ქართული მედიცინა იწყებ ესე იგი შპრენდელმა სოფლიო მედიცინის ისტორია დაიწყო 8-თომეულია თუ 7-თომეული დაიწყო ქართული კოლხური მედიცინით. ხო და კი მაგრამ რა მედიცინა დაკავშირებულია კოლხ მედიას სახელთან და საქართველოსთან და კოლხეთთან და ესე იგი ქართველები დარბიან თურქეთში რომ დაისვან სწორი დიაგნოზი დაისვან. რა გახდა საქართველოში რომ ერთი კლინიკა შეიქმნა სადაც მივა ადამიანი და რაღაცაზე თუ ეჭვი აქვს და რაღაცა გულს არ გაუხეთქენ და არ ეტყვიან რომ კი მოგაქვსო რა. გარბის მე ეს გაგიჟებული ხალხი თურქეთში იხდიან იქ მილიონებს და მოდიან მე იქიდან 90% დაწყალებული რომ არა აბა ვინ გითხრათ ეგეთ დიაგნოზი და აგერ ჩემ ახლობელს სიმსივნე კი არა ბატონო დიტო ეხლა ახლობელის რაღაცა ეჭვი გაუჩნდა შაქართან დაკავშირებით და მივიდა ერთ-ერთ კლინიკაში ერთ-ერთი რაღაცა კოლორიტული პიროვნება იმ კლინიკის ხელმძღვანელი არ მინდა ხა გვარსახელის დასახელება და არც იმ კლინიკის დასახელება, იმიტომ რომ ჯერჯერობით ამ ეტაპზე თავშევი. მივიდა, ესე იგი ექიმთან, მე მომწერა მითხრა. ესე იგი ისე მეკცეოდაო ეს ანალიზები რო გავაკეთე ექიმიო თითქოს აი რაღაცა დამნაშავე ვიყავი რა ვერ გაიგე შეურაცხყოფას ესე იგი მომსახურება როგორია იცი აი თითქოს ესე იგი ადამიანს ესე იგი აი შეურაცხყოფას აყენებენ წესერად არ გეტყვიან რაღაცას კითხვას დაусმევა ვერ გაგცემენ ეხა ადამიანმა რო იცოდეს სამედიცინო თემა სულ არ მივიდო და ექიმთან ანუ სერვისი არის 0 მომსახურება 0 და ფასები არის ასტრონომიული ყველაფერში იმაში კონსულტაცია 150 ლარი, იქ ანალიზები 500 ლარს გადაგახტევინებენ და ესენი ზიან იქა და მე ვერ გავიგე გენინსპექცია, ადრე იყო რაღაცა საჩივრების წიგნი იყო, გენინსპექცია იყო. იცით რა არის? თავგასულობა არის. ყველა შერჩა. ესე იგი ექიმი მართალია. ბატონიკო სადაც გინდა იქ უჩივლებ, კაცი პატრონი არ არის, გეუბნებით რა. კაცი არ არის პატრონი, კაცო. კაცი არ არის პატრონი რაიონებში, ტენდერებში ხდება სასწაული ფულებს, ესე იგი მილიონებს ატკატებია გეუბნებით, ესე იგი ძარცვავენ სახელმწიფოს პირდაპირ რა. ძარცვავენ სახელმწიფოს ინფრასტრუქტურაში ფული კეთდება, გეუბნებით რომ ესე იგი აი ბრეჟნევის დროს არ კეთდებოდა საქართველოში იმდენი ფული, ეხლა რომ ფული კეთდება რა. ეხლა რომ ფული კეთდება და სხვათა შორის მე აი არ მინდა ეხლა ამ თემას მე რაღაცა ისე ჰაერზე ვილაპარაკო, მაგრამ რაღაც გადაადგილებები მოხდა ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლებაში და გუშინაც გადადგა მინისტრი, ინფრასტრუქტურის მინისტრი და მე მინაჩნია რომ ეს ყველაფერი კავშირშია ერთმანეთთან და შემთხვევით არაფერი არ ხდება. და ამას ყველაფერს შესწავლა და გამოჩნდა. მე ამაც ვარ, რა გონია, ხა ბიზინა ივანიშვილმა საკუთარი ნათესავები არ დაინდო, პასუხისგებაში მიეცნენ, რომლებმაც მოიპარეს მისი კომპანიის ფული. ეხა რა ნათესავი იყო, არ ვიცი, მაგრამ ყველა მიცის თელმა საქართველოს მეს. და ამათ გონიათ, რომ ეხლა ეს ყველაფერი, რაც ვინმე მოიპარა, მოუკითხავი დარჩება და ბოდიში და არავინ არ იკითხავს ამას, ეხლა ამ ყველაფერს რა და ესე იგი შეესივნენ ამას ღორებივით თქვენ სასწავლებლები ახსენეთ ბატონო დიტო. ესე იგი
მე არ ვიცი ამ უნივერსიტეტებში რა ხდება. კატასტროფული სიტუაცია. ხალხი არის, ესე იგი ტელევიზორში გამოდიან და ოქროებით არიან ჩასმულები 1.50 კილო ასხიათ ოქროულობა. გამოდიან ტელევიზორში და ლაპარაკობენ რაღაცებს. შედაროთ რომ ხალხი მშიერი ხდება, დაივალე მაინც ეს ოქროულობა, ან ვისახამებთ, ან ვისახარბებ, რა უბედურება. ეს ერთ ბავშვს ვერ გამოიყვან. დავალებული მაქვს რომ აი ედიშერმა დაიწყო რაღაცა კამპანია, გამოიყვანეთ ახალგაზრდები მეთქი რომ ვანახოთ საზოგადოებას რომ მართლა საქართველოს არ მომკვდარა, იმიტომ რომ ახ გაიხედავ ამ ნაცების აქციაზე სულ ახალგაზრდები, ეს LGBT თემა, აქითა ფლანგზე ჯანსაღი თაობის ნაწილი არ ჩანს და საიდან გამოჩნდება? არავინ არ კითხულობს და არავინ არ ასწავლის წესებს და არ კითხულობს რომ რაღაცა მოწადინებული იყოს ეხლა და ამაზე და მე ვფიქრობ რომ აი საკადრო გადაადგილები, აი თქვენნაირი ადამიანები, მე ხა თქვენ რომ არიყავით ეთერში მაშინაცავ თქვი. აი თქვენ, ედიშერ გვენეტაძე, აგერ ბატონი მამუკა კარტოზია, იგივე სხვები, რომლებიც არიან აი პროფესურაში, ეს ხალხი უნდა იქნან აღზევებულები თუ არა. ისევე აი ხალხის ირგვლივ თუ იტრიალა ამ ყველაფერმა, ეხლა რაღაც რეფორმა, რა რეფორმას იწყებ? ეხლა კადრი რიშაი შო თქვა სტალინმა თუ ნორმალური კადრები არ იქ და რაც არ უნდა რეფორმა განახორციელო აზრი არ აქვს რა. მე არავითარი პრეტენზია არანაირ თანამდებობაზე არ მაქვს და ჩემნაირ ხალხს როგორც წესი თანამდებობებზე არ ნიშნავენ, იმიტომ რომ იქ ეროვნული ხალხი არავის არ სჭირდება. იქ უნდა იყო ვიღაცა მხედრიონელი, ვიღაცა LGBT ამ ოხრობასთან დაკავშირებული. ნუ ერთ სიტყვით ბერძენიშვილების სიახლოვეს უნდა კონდეს ჩავლილი და ხიდაშელის ფერმაში უნდა იყო ნამყოფი. მე რა თქმა უნდა ამას ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ ძირითადად ტენდენცია ესეთი, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიო ტენდენცია ესეთი. კიდევ ერთხელ გეუბნებით, მე არავითარი პრეტენზია არ მაქვს და არაფერი არ მინდა, მე მაქვს ჩემი საქმე და ძალიან მე მიმაჩნია რომ ჩემს საქმეს ურიგოთ არ ვაკეთებ რა, როგორც აკადემიურ სფეროში, ისე პუბლიცისტიკასა და ჟურნალისტიკაში, მაგრამ უბრალოდ გულისტკივილით ვამბობ რომ ეს საქმე არის მისაყვანი ბოლომდე და ამ ხალხმა ძალიან ბევრი შეჭამა და ძალიან კარგად იციან შესაბამისმა სამსახურებმა მირა შეჭამა და ეს ფული მოატანინეთ მაგათ უკან რა. ქვეყანა არ არის, სახელმწიფო არ არის, მეწველი ძროხა. და ამ ერთ-ერთი სახელმწიფო ამდენ უბედურებას და ამდენ აი ამ ჭიაღუების შემოსევას ვერ აიტანს და ვერ გაუძლებს. კაცო, ეგრე სად ხდება? მე ვიცი რასაც ვლაპარაკობ, რაიონებში არის საშინელებები ხდება რა. საშინელებები ხდება ამ ტენდერების ამბავში და ატკატები და მოკლედ ესე იგი უკაცრაული პასუხია და აი თულაობა მიდის. გასაგე იმედია რომ ყველაფერი მაინც გაირკვევა და გარკვეული ცვლილებები რომ მოხდა ხელისუფლებაში საკადრო მიმართულებით, ალბათ ყველაფერი ეს ამასაც უკავშირდება. დიმ ბიზაგნიანი ბივაეტო ნათქვამია და რაღაც გარკვეული კავშირი ალბათ არსებობს ამ ყველაფერში. მე ამით მინდა დაგემშვიდობოთ ბატონო დიტო, წარმატებები მინდა გისურვოთ და იმედია რაღაც სასიკეთოსკენ წავა ჩვენ ქვეყანაშიც სიტუაცია. კარგად ბრძანდება. წარმატებებს გისურვებთ ბედნიერად. ბატონი დიტო ჩუბინიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, ძვირფასო ტელემაყურებლებო და მართლაც ბევრი რამე არის შესაძლებელი და მე ვფიქრობ რომ ტენდენციები რომლებიც არის ქვეყანაში უნდა გამოყენებული იქნას იქითკენ რომ მართლაც უკეთესობისკენ წავიდეს სიტუაცია. ძალიან ბევრი გამოწვევა, ძალიან ბევრი პრობლემაა და თუ ეს უწრაფესად არ გადაიდგა და გადაიჭრა, მაშინ ჩვენ ჩამორჩებით იმ რიტმს, რომელშიც ჩვენი მეზობლები იმყოფებიან და ჩვენს გარშემო ძალიან ბევრი ცვლილებები ხდება და ჩვენ თუ არ დავეწიეთ ამ ყველაფერს, მალე ძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებით. დღეს ჩვენ ამ თემაზე უკვე სტუდიაში გადმოვინაცვლებთ და ამ სტუდიაში ვისაუბრებთ. ჩვენი გადაცემის სტუმარია პოლიტოლოგი პროფესორი ბატონი მამუკა კარტოზია. მოგესალმებით ბატონო მამუკა. მოგესალმებით ბატონო ნიკოლოზ, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა მინდა გითხრათ მოწვევისათვის. ბატონო მამუკა, ჩვენ აი გადაცემა დავიწყეთ იმ თემით, რომელიც ეხება უშუალოდ აი ნაცმოძრაობის ავანტიურისტულ და საკმაოდ პროვოკაციულ მოქმედებებს და ფაქტობრივად აი ხა ძალიან არ სიამოვნებს ამ ნაცებზე სიარული, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ
აი ეს ძალა არის, რომელიც ყველაზე მეტ პრობლემას უქმნის ქვეყანას. ძალიან გაგვიხარდა ჩვენ, როდესაც გამოცხადა, რომ აი ამ ძალას გამოუტანდნენ განაჩენს და ვერც არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას და ვერც შემდგომში პროცესებში ვერ იქნებოდა ჩართული, მაგრამ შემდგომში უკვე რაღაც შეიცვალა და გვითხრეს, რომ აი ამ არჩევნების მერე მოხდება ესო და ვიძულებული ვართ, რომ კლავაც ამ მარგინალებზე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ დღის წესრიგს განსაზღვრავს ის რეალობა, რაც არის. ხა ჩვენ რამე ისეც ვერ შემოგთავაზებთ, რაღაც ახალ ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთ და რაც ქვეყანაში არ ხდება, იმაზე ვერ ვილაპარაკებთ. ვერ ვიტყვი, მე ვერ გამოვალ, როგორ ჩავიდა ჩვენი პრემიერი მოსკოვში და როგორ შეხვდა პუტინს. ვერ გეტყვით იმას, რომ მაგალითად ჩინეთის დელეგაცია ჩამოვიდა და რაღაცა დაიწყო ურთიერთობები. ვერ გეტყვით იმას, რომ მაგალითად ნაცმოძრაობის ლიდერების მიმართ დაიწყო გამოძიება. ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ესეთი რამე არ ხდება ჯერ. და ამიტომ რაც ხდება, იმაზე უნდა ვილაპარაკო. და იძულებული ვარ ჩვენც რომ აი ისევ ამ იდიოტებზე ვილაპარაკოთ, ამ ნაცებზე. ახლა გული მერევა, მაგრამ რა ვქნა, იძულებული ვარ მეც აი თქვენს ამავე სცენაზე ესენი არიან. ამავე სცენაზე ესენი არიან. აი ხა ჩვენ ვხედავთ რომ ესე იგი ახლა წავიდნენ იმაზე გამწვავებაზე სიტუაციის, რომ უნდათ რომ გარკვეული კლავაც ესკალაცია მოხდეს, აი 26 მაისს რაღაცა გეგმა აქვთ, რომ კიდე შეხლა შემოხლა პოლიციასთან, რაღაცა ცდილობენ, რომ აი რაღაცა რაც შეიძლება დარჩენილი აქვთ რესურსი, ყველაფერი გამოიყენონ, პროვოკაციებზე წავიდნენ. უვარდებიან ადამიანებს, უვარდებიან პოლიციას, ქუჩებს კეტავენ. ეხლა ტურისტული სეზონი მოდის. ეხლა მე არ ვიცი, ტურისტულ სეზონზეც თუ რუსთაველი გადაკეტილი იქ და ეს არის კატასტროფა, იმიტომ რომ ეხლა აქ ისე აშუქებენ ეს დაძირლები, რომ გეგონება აქ, რომ 100,000 კაცი დგას რუსთაველს. და ამ ტელევიზორს უყურებს ხალხი იქ რუსეთში, კაცო, პოსტსაბჭოურ სივრცეში და ხალხს გონია რომ ინგრევა ქვეყანა, გესმით? იმიტომ რომ ამ ახებს უყურებს ბევრი. და ამიტომ ჩვენ არ უნდა მივცეთ ამათ, რომ კლავაც ეხლა ეს ტურისტული სეზონის კიდევ ამათი თარეშის და ამათი მიტინგობანას იქცეს რაღაცა მიტინგობანამ დაღუპა ეს ქვეყანა და კიდე მიტინგობანა გვინდა ჩვენ რა უბედურება. ბატონ ნიკოლოზ არ დაგვავიწყდეს რომ ანტირუსული რიტორიკაა. აი მოდის რუსთაველის პროსპექტზე არის ანტირუსული. მე უბრალოდ გავაგრძელებ აი დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, მართლა ეხა დაიღალა ქართველიერი რაც 13 წელი ამას ვამბობთ ველოდებით სამართლიანობის აღდგენას დიდი იმედები ქონდა თუ სამწუხაროდ ისევ ასეთი რიტორიკა გრძელდება. მე ვერ გეტყვით ეხლა უბრალოდ დაბნეულები ვარ და რა როგორანაირად განვითარდება მოვლენები ერთია როდესაც ქვეყნის გადარჩენისთვის და რეალურად მომავლისთვის საჭირო არის რომ იყოს კანონმდებლობა და კანონის უზენაესობა. ეს არის თუ ეხლა ჩვენ ეს სისხლის სამართლის დამნაშავეები არ გავასამართლეთ, ხო? კი შეიძლება ძალიან ტრივიალურად საუბრობ, ძალიან ის, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის რა, იცით ჩვენც დავიღალეთ ამაზე საუბარი ხა ბატონ ნიკოლოზმა სწორბიძანა. დავიღალეთ, მაგრამ რა ვქნათ? ისევ ესენი, ისევ ნაცები, ისევ ამათი გამოსვლა, ისევ ამათი პროვოკაცია. რა გახდა ის რომ რუსთაველის პროსპექტი გახდა ბერლინი რა, ვერ აიღეს რა. აი წარმოგიდგენიათ ყოველ დღე რაღაც საკრალური რიტუალებს ატარებენ, ყოველ დღე მიდიან, გადაკეტვა ხდება, რაღაცას ელოდებიან, ფაქტია, იმიტომ რომ ეს ასე არ ხდება, რაღაცას ელოდებიან და ამათ ყვავთ გართულება იმ დღეებთან დაკავშირებით. მაშინაც გახსოვთ 2023 წელს გიორგობის იმას დაამთხვიეს, აჭარაში 6 მაისს გიორგობას დაამთხვიეს და რაღაცა ესეთი საკრალური რიტუალები აქვთ, რომ სექტანტები არიან რა, აწყობთ რომ რაღაცა გარკვეულ მოვლენას დაამთხვიონ. ხელისუფლების მოვალეობა რა არის? კიდევ ერთხელ ვამბობ, კაცო, ხელისუფლებას გვერდს უჭერს და უდიდეს უმრავლესობა 1,200,000 კაცი ყავს მხარდამჭერი. ეს ხალხი სად არის საწავედა? აი ხო არის შეიძლება მოხდეს ისეთი რომ ადგეს და ეს ხალხი ვიც მხარი დაუჭირა, ვიც ხმა მისცა და ვისაც არ უნდა ეს არეულობა და დისკომფორტი და ეს პოლიტიკური კატაკლიზმები საქართველოში გამოვიდეს ერთხელ და სამუდამოდ და მართლა სასწაული მოხდეს. ამაზე ყველაფერზე ნებსით უნებლეთ არის ხელისუფლება პასუხისმგებელი. როდესაც ჩვენ ადეკვატურ ღონისძიებებს ნახავ და ის იმპულსები რომელიც მოდის და ხელისუფლებას ექნება იმის საშუალება რომ მან გაანეიტრალოს ეს სიტუაცია და გაანეიტრალოს კაცო ჩვენ ვითხოვთ კანონ ჩვენ არაფერს უკანონო სააკაშვილივით არ ვითხოვთ ხო? ნულოვანი ტორელანტობა და ქუჩაში და ციხეში კლავდა და ხოცავდა და აუპატიურებდა. ნახევარი საქართველოს ციხეშია და დახოცილი ყავს. ამაზე ხო ღმერთმა დაიფაროს. ამას ვერც გავიფიქრებთ, ხო?
მაგრამ აქ მეორე ეს ერთი უკიდურესობაა, მაგრამ მეორე ხო არის ის, რომ ჩვენ ვითხოვთ ხო არაფერი კანონის აღსრულებლობას. გაუგნებულები ვართ, ვითხოვთ ისევ ეს ხალხია ხელისუფლებაში, ისევ ეს მინისტრები, მოადგილეები, რა ეხლა ან განათლების სისტემასთან იყო ბატონმა დიტომ ინტერვიუში და ბატონ ნიკოლოზმაც კარგი თემა წამოწიეს. ერთი რაღაცა მინდა ვთქვა და აი რაც შეეხება განათლების სისტემას ბატონ ნიკოლოზს. აი ჩვენ განათლების სისტემაზე ვსაუბრობ და ყველაზე მთავარი რელევანტური გადამწყვეტს არავინ არ ვაქცევთ ყურადღებას. განათლების სისტემაში ვინ უნდა მოვიდეს? გამზადებული, ჩამოყალიბებული პროფესიონალი კადრები, ხო? ანუ პედაგოგები. ყველა პედაგოგიური ინსტიტუტი გააუქმეს ბატონო ნიკოლოზს. არ არსებობს საქართველოში მაპროფილებელი პედაგოგიური ინსტიტუტები. არ არსებობს. ეხლა ჩვენ რომ მივტირი ვამბობთ აი კომუნისტების დროს ჩემო კარგო ყველა რეგიონს თავისი ინსტიტუტი ყავდა ილიას უნივერსიტეტი იყო ილია ილია ბატონ ნიკოლოზ მისეს ამ სექტანტებს სამჭედლო იყო ილია იყო პედაგოგიური ინსტიტუტი ერთ-ერთი ეს არის სამჭედლო მისი LGBT-ს ამათ აჩუქეს ილიას ამაზე რამდენი ხანია საუბრობ რომ ბუდე გახდა ილიას უნივერსიტეტი ამათი ხო ყველა უნივერსიტეტი რაც კი საქართველოში იყო მაპროფილებელი პედაგოგიური მიმართულების არ არის პროფესიონალი პედაგოგები არ არის დღეს საქართველოში მე შეურაცხყოფას არავის არ ვაყენებ მაგრამ ის პედაგოგიკა ისწავლებოდა 5 წლის განმავლობაში ხო და ამიტომ გვახსოვს ჩვენ კომუნისტებს ისე ქონათ აწყობილი რომ დაწყებითი პირველი მეორე მესამე კლასის პედაგოგები სასწავლებლები ცალკე იყო ცალკე სპეციალობა იყო და შემდგომი საშუალო განათლების ცალკე იყო ანუ ეს სისტემა მთლიანად ისე იყო მოწყობილი მეცნიერულად შესწავლილი იყო ეხლა ნურავინ უიტყვის რაღაცა ნოსტალგიები გვაქვს და არა მაგრამ რაც პოზიტიური იყო და რაც დადებითი იყო და ჩვენთვის მისაღები რაც რაციონი იყო ეს იყო კომუნისტების დროს საბჭოთა განათლების სისტემა არის უნიკალური სისტემა იყო დღესაც ვერაფერი ვერ მოუხერხეს მთელ მსოფლიოში ხო ის საშუალო ზოგად საგანმანათლებლო აწლიანი პროგრამები ჩვენ არ აყვავს დღეს სამწუხაროდ მაპროფილებელი პედაგოგიური განათლების ვინ შეიძლება სკოლაში ნახეთ აბა ვინ შედის სკოლაში და ვინ არის პედაგოგები აი ვინ არის პედაგოგები მათი დონე ნახეთ და კიდევ ერთი არაერთხელ მithქვავს პირადად მე ჩემს გამოსვლებში იყო ეს პედაგოგები რომლებიც იქ დგანან რუსთაველზე და მოსწავლეები მიყავდა თავის სკოლის მოსწავლეებთან ერთად მოლოტოვის კოქტეილებს ისროდნენ ყველაზე არ არის საუბარი მაგრამ გარკვეული ნაწილი და ის სკოლის დირექტორები რომლებიც ისევ ის სექტაა და უმრავლესობა ეს არის ნაცების და სააკაშვილის მიმდევრები და მათი ფარული გნებავთ ლატენტური გნებავთ რეალური მხარდამჭერები აი ეს რეალური სურათია დღეს ამას ვინ უნდა მიხედოს განათლების სამინისტრო მე ხარ რა შეეხება განათლების სამინისტროს ხო მის შემადგენლობას მის სტაფს მის მენეჯმენტს ნახეთ ერთი ვინ არიან მოადგილეები არც ერთი განათლების სისტემის პროფესიონალი პედაგოგებზე აქვს საუბარი. ძალიან კარგია მენეჯერი, ძალიან კარგია იურისტი, რა თქმა უნდა, მაგრამ მაპროფილებელ სამინისტროებში, როგორიც არის განათლების სამინისტრო, მათ გამოცდილი პედაგოგებიც უნდა იყოს. ისიც არ აქვს ჩვენ და აი არ ვიცი, იცით ახლა რისთვის გვინდა ეს ქვეყანა. ყველაფერი ქვეყნის მომავალი, ქვეყნის ხვალინდელი დღე დამოკიდებულია განათლებაზე და განათლების სისტემაზე. აბა რისთვის გვინდა თუ ჩვენი შვილიშვილები არ დავაყენეთ ფელზე, ვინც უნდა მართოს ეს ქვეყანა. იგივე საგანმანათლებლო პროგრამებზეა საუბარი. კარგით ხალხო, სასაცილოა ხა ჩინური ენა და რაღაცეები და ვითომ ჩანაცვლება. ნუ შეეშვით რა ასე დემაგოგიას დავანებოთ ამას თავი. ჩინური ენის ჩასვლამდე უამრავი პროგრამებია საგანმანათლებლო, რომელიც შესაძლებელი გვაქვს. ნახეთ სახელმძღვანელოები რა დღეშია და რას ასწავლიან. აი ეს არის ყველაზე ეს არის აქილევსის ქუსლი დღეს განათლების სისტემაში და უმაღლეს სასწავლებლებში რა ხდება კიდევ აი ეს პრობლემა თუ არ მოგვარდა ყველაფერი ამაო და ფუჭი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის მე ვფიქრობ რომ ჩვენ უნდა შევცვალოთ ბევრი რამ და როგორც ახლა მაგალითად არ შეიძლება ჩააბაროს სისტემა ისეთ ადამიანს რომელმაც არ იცის ამ რეფორმა როგორ უნდა გაატაროს ისე არის განათლების სისტემაში რაც არ უნდა კარგი რეფორმა დაისახო თუ შენ იქ ის ხალხი არ აკავს ვინც ამას გააკეთებს აზრი არ აქვს ამ ყველაფერს იმიტომ რომ თუ ისე ნაცმოძრაობის აღზრდილი და ნაცმოძრაობის დაფთიანებულმა კადრებმა ასწავლა ჩვენს შვილებს ისინი ვერაფერს ვერ გაიგებენ მეგობრებო ჩვენ უნდა შევქნათ ისეთი თაობა რომელსაც ლექციებს ის კი არ წაუკითხავს ვახუშტი მენაბდე და მაგალითად ნინო ლომჯარია არამედ მათ ლექცია სემინარებს წაუკითხავს
გამოცდილი ამადგარი პიროვნებები, რომლებსაც იციან რა უნდა ასწავლონ. დღეს ყველა კერძო თუ სახელმწიფო უნივერსიტეტები გაძეძგილი არის აი უწყიგნური უვიცი ახალგაზრდებით, რომლებმაც ნაცმოძრაობის პროტექციონალისტური პოლიტიკით მიიღეს რაღაც გარკვეული დივიდენდები და იქ გაიარეს სადღაც კურსები და ამითი ამაყობე. აი ჩვენ ვიყავით იქ, რო იყავი მე რა ჩამოიტალე ერთი მაინტერესებს და ვისამადლი ამას რა. მაინტერესებს ერთი ვერ ხვდები რა ინდულგენციაა ის რომ რაღაცა გასაგებია რომ კარგია მიიღე განათლება, მაგრამ შენ გამოცდილება, შენ რამე შექმენი, რაღაცა სამეცნიერო ნაშრომი გვანახე ერთი მაინტერესებს რა. საერთოდ მოკვდა საერთოდ ამ თემებზე ბატონო ნიკოლოზ მე რა არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი აპრიორი და ძალიან შეიძლება ტრივიალური ჭეშმარიტება. როდესაც ლექტორი შედის ინსტიტუტში, უნივერსიტეტში ლექციის აუდიტორიაში ის ყოველნაირი იდეოლოგიური გემოვნებისაგან თავისუფალი უნდა იყოს. ანუ მას არა აქვს უფლება შევიდეს აუდიტორიაში და სტუდენტს ან მოსწავლეს, ლექტორი და მასწავლებელი თავის მოახუიოს თავისი პოლიტიკური შეხედულებები. ეს არის დაუწერელი კანონი, გნებავ დაწერილი კანონი და ეს მოდის, რა ვიცი, მოდის უძველესი დროიდან. ეს ამას არ ღვევენ. აი ეს ბალანსი დაერღვა. როდესაც შედის ლექტორი უმაღლეს სასწავლებელში, ის ვალდებულია თავისი გემოვნება დატოვოს, ჩაატაროს ლექცია როგორც პროფესიონალმა, როგორც ლექტორმა და შემდეგ მას კი ბატონო სამსახურის მერე აქვს, მაგრამ ის არა რომ მან კანონი დაარღვიოს და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში მიიღოს მონაწილეობა. არავითარ შემთხვევაში არ არის ინდულგენცია რომ შენ ლექტორი ხარ და აი პროფესორი ხარ და კანონი არღვიოს. სააწესელა სადმოსულა რომელ დასავლეთის და რომელ ევროპულ იმას ედრებიან, სად არის აბა გაბედე და გააკეთეთ ის რომ დაარღვიეთ კანონი და მერე გამოდი და იზახეთ რომ მე პროფესორი ვარ და აკადემიკოსი გამორიცხულია. არანაირი სამეცნიერო ცენზი და არანაირი სოციალური სტატუსი წინ არ უდგას უკანონო და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები. გამორიცხულია. ყველა მოგთხოვს პასუხს კანონის მიხედვით. აი თუ ედრებიან დასავლეთს და უნდათ რომ დასავლური ცხოვრების წესი გადმოიტანონ, მაშინ კეთილი ინებენ და ამ წესას დაექვემდებარეთ. ასე ამიტომ აი ეს ბატონო ნიკოლოზ ეს უნდა ატაროს განათლების იმიტომ რომ ზემდგომი ორგანოა, მაკონტროლებელია და მან უნდა ატაროს, მან უნდა შექმნას გარკვეული მოდელი განათლების მართვის. დღეს სახელმწიფო ისეთ მდგომარეობაშია რომ არ შეიძლება ასე ინსტიტუტების და სკოლების მიშვება. იმიტომ რომ თავისუფლების მიცემა ხო ხედავთ რა დაგვიჭირდა და რა დაუჯდა სახელმწიფოს. ამიტომ სახელმწიფო უნდა ჩაერიოს ამის თქმა მინდა და გააკეთოს რა. ჩაერიოს, მაგრამ ეხლა იცით რა არის, თუ აქ კადრები არ შეიცვლოს, სტალინოს კადრი რიშაევსო. ეხლა კიდე ერთხელ ვიმეორებ, გახარია ნაძირალამ რა გააკეთა. ყველა ის გამოცილი პედაგოგი გაუშვა მისცეს და ისინი რაღაც წინასწარ გადაუხადა. მოიცილეს ის გამოცილი და შემოიყვანეს აი ეს ილიას გამოცდილი, ილიას უნივერსიტეტის გამოცდილი ტვინგადაბრუნებული. შეიძლება ეხლა ილიადან გამოსული, მე ყველაზე არ ვიტყვი, მაგრამ ილიას უნივერსიტეტში ძირითადი მასა არის და ეს სექტანტები. ანტისახელმწიფოებრივი მოვლენები. მე ვერ გავიგე, რატო უნდა იყოს სახელმწიფო უნივერსიტეტში აი ეს სექტანტები, რატო? ვერ გავიგე, ვაღიარეთ ის რომ სახალხო დამცველი დაინიშნა უცხო ქვეყნის მიერ. ვერ გავიგე, ესეც დაკვეთა არის. ალბათ გაივლის 5 წელი და გვეტყვიან ჩვენ იმის შესახებ, იცით რა, ილიას უნივერსიტეტშიც მოთხოვნა იყო განათლებაში. მე დარწმუნებული ვარ, განათლებაზეც იტყვიან, რომ მაგრამ ჩვენ ხელიდან გვეცლება მომავალი თაობა, მეგობრებო, ხელიდან გვეცლება და აი კადრებს უყურებ ძველი სკოლების. ეხლა ვიღაცა იტყვის ყიტითელი ყელსახვევები ეკეთათ. მე რა რომ წითელი ყელსახვევები ეკეთათ. მეც მქონდა ოქტომბრელის ყველას ქონა, გასულა სიმბოლო იყო საქმე რა. და რა მერე. ეს სიმბოლო იყო. თქვენ ბოდიში და ეხლა იქ პრეზერვატივები გიკეთია თავზე და იმითი ამაყობთ. და ეს თაობა, აი მენატრება ის დრო, როდესაც მართლა აი სკოლა იყო და მასწავლებელი იყო. ის დღე უფრო ფართოდ ინერგება პოლიტექნიკური სწავლება. ფიზიკის მასწავლებელი მეტრებელი მოსწავლებისაგან მოითხოვს არა მარტო თეორიულ ცოდნას, არამედ მისი პრაქტიკულად გამოყენების უნარის გამომუშავებასაც. მერვე კლასელები ელექტრობას სწავლობენ. მათგან დარგულებაშია თვალსაჩინო ხელსაწყოები, მოქმედი მოდელები. მოსწავლეებს შეუძლიათ
ცდით შეამოწმონ შეფისებული ფიზიკური კანონების სისწორე. ელექტრული ძრავა რთული აგებულებისაა, მაგრამ მოდელისა და ნახაზების გამოყენება მასალა თვალსაჩინოდ აქცევს. გაკვეთილების შემდეგ ფიზიკის მასწავლებელმა მოსწავლეები წაიყვანა სკოლის შეფებთან, საელმავლო დეპოში. ახალგაზრდა ინჟინერი გივი გუდავაძე მუდამ ხალისით ესაუბრება ბავშვებს. ნამდვილ ელექტროძრავის გაცნობა მოსწავლეებს კიდევ უფრო განუმტკიცებს გაკვეთილზე შეძენილ ცოდნას. დასვენებისას სამასწავლებელში ფიზიკის მასწავლებელი სერგო მეტრეველი ასწნობს ამ თანაგებს მოსწავლე ბოგველის მიერ დამზადებულ ხელსაწყოებს. აი მენატრება ეს დრო, იმიტომ რომ აი ხა გვინახია თქვენ ვინმე მე ხა სკოლიდან წაიყვანოს რომელიმე საწარმოოში ბავშვები და აი გააცნოს როგორ მზადდება პროდუქცია ან სადმე რაღაცა ობიექტზე სადაც პირიქით დღეს მასწავლებელი წაიყვანოს აქციაზე ბავშვებს ადრე მიყავდათ საწარმოებში ბავშვები დღეს ბავშვებს მიყავთ სკოლაში ლამიზრაი ბაღის აღსაზრდელები წაიყვანონ არ ნახეთ ეხა აქციები რო იყო მე ჩემი მომავლის დასაცავად ჩვენ ბავშვებთან გავარ რუსთაველზე და ცეცხლი ეკიდებოდა რუსთაველს აი ხა შეიძლება იქიდან ვინმე გაიზარდოს ნორმალური მაინტერესა და ეს იმიტომ იყვდა ჩვენ დღეს ყველაზე დიდი შეცდომა არის იცით რა რომ ჩვენ ყავს ესე იგი აი ეგრეთ წოდებულ ფეისებად ანუ ცნობად საღებად ესე იგი მაგალითად ფეხბურთელი მსახიობი მაგალითად იგივე რაღაცა ბლოგერი ვის უფრო მეტი გამომწერი ყავს დღეს არ არის სახე ფიზიკოსი, მათემატიკოსი, ინჟინერი, მუშა, ისტორიკოსი, მეცნიერი, ესენი სადმე ნახა. პირიქით ქვეყანამ უნდა იზრუნოს, რომ აი ეს ადამიანები წარმოაჩინოს ყოველთვის მახსოვს კაცო, აი ეპოქაში მეც მომიწია ცხოვრება, ოდ პატარა ვიყავი და ყოველთვის რაღაცა, როდესაც იყო საახალწლო აი რაღაც გადაცემები მოიწევდნენ, მაგალითად მეშახტეს, გამოჩენილ მაგალითად ინჟინერს დღეს ეხლა ვინ მოიწევს ინჟინერს ან ვინმეს დღეს უნდა იყოს 10ჯერ გათხოვილი კალი 9ჯერ უნდა იყოს ბოდიში სხვა კაცთან სხვა კაცთან სხვა იმასთან ნამყოფი და ამით ეხლა მოყვება თავი რამდენი კაცი ყავდა ვისთან როგორ იწვა რა სექსი ყავდა აი ამა ეს უნდა გაირჩეს ტელევიზიაში რა ფარაჯანოვის მემკვიდრე ხო აი ეს უნდა გაირჩეს და აი ის რაზე ჩვენ აღვიზარდეთ რაზე ჩვენ გავიზარდეთ დედაენაზე საერთოდ ეს ყველაფერი დავიწყებაზე ხალხმა ქართული ენა არის და ჩინური უნდა ვისწავლოთ აი კი ბატონო ისწავლე ჩინური, მაგრამ თუ უცხო ენაზეა საუბარი, ჯერ უნდა ისწავლო რუსული ენა, იმიტომ რომ შენ აფხაზებთან და ოსებთან რუსულად უნდა ილაპარაკო და სამეზობლოც ისეთი ყავს პოსტსაბჭოური სივრცე, რომ რუსულად უნდა ილაპარაკო და რუსული საერთოდ ამოღებული არის, მაგრამ რა რუსულზეა საუბარი, დედაენა არის ის, ხალხმა აი არის ის
ჩვენ სამწუხაროდ აი ეს სიმბოლოები რაც გაგვაჩნდა ჩვენი ქართული ენა, ჩვენი სამშობლოს ზადმი აი ესეთი სათაყვანებელი დამოკიდებულება ჩვენი პოეტების, მხატვრებისა და ჩვენი ცნობილი ისეთი გამოჩენილი ადამიანების მხრიდან, რომლებსაც მაგალითად აი ეთაყვანებოდნენ და აი მე მახსოვს იყო კომუნისტურ ეპოქაში ესეთი გადაცემა იქ ვახუშტი კოტეტიშვილს მიყავდა და ხალხური პოეზიის ხნილებები, ფოლკლორის საღამოები, პოეზიის 5 წუთი იყო გადაცემა. ყველაფერი ეს გაქრა, ახლა გააჩართავ ამ ერთადერთი რაღაცა სიამოვნებს რანინა არის, მართლა ახალგაზრდა ბავშვები გამოდიან, მღერიან, აი რაღაცა კიდე დადებით იმპულს მოგცემს ეს ყველაფერი, რომ ქართულ სიმღერას გაიგონებ იქ რა. ხო და დანარჩენი ახლა სახელმწიფომ ხომ უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ აი შენი ძარღვი, შენი გენეტიკა რაზეც არის და შენი რაღაცა გენეტიკური კოდი რო ამას იმას და არ მაინტერესებს ეს ბოდიში და ტოქ-შოუები და ისინი თუ მინდა გასართობ იმას იზარდა შენ სახელმწიფო არხი ხარ საქართველოს უნდა შეაყვარო ახალგაზრდობას და ესენი ფილმებს უშვებენ საქართველოს აზიზღებენ ხალხს რა სამწუხარო დასავლეთის გავლენა ეგ არის ეს იდეოლოგია შეუცვალეს ეს პირდაპირ მოთხოვნა იყო რომ ეს კუმირები ხა თქვენ რომ კუმირები დაუშვათ ეს ვისაც უნდა მიბაძოს ახალგაზრდობა ვისი იმედით ვისი მაგალითით უნდა იცხოვროს ეს მოსპეს ამას დაარტყეს ეს არის ხო რომ შენ არ უნდა ყავდეს მისაბაძი მაგალითი ეროვნული პატრიოტი ქვეყნის მოყვარული კაცი დაუშვა ადამიანი პიროვნება და სხვა რაღაცა განზოგადებული იმაზე იყოს ეგ იყო ამათი მიზანი და მიაღწიეს კიდევაც ხო შემოიტანეს სხვა ღირებულება სხვა ისა და ეს ამ თვითონ ამ საერთაშორისო მეშვეობით და ამ გრანტები და ორგანიზაციების მეშვეობით მოხდა ეგ არის რომ შეიცვალა ფასეულობების და ღირებულებების მთელი სისტემა რაც 70 წლის განმავლობაში უფრო მეტიც ჰქონდა მის ტრანსფორმაცია ხდება და მოდის ამ ახალის დანერგვა ხო აიძულებენ და სპეციალურად აკეთებენ ზუსტად ამაშია ეხლა დისონანსში მოდის და ამას ებრძვის ეხლა ქართული ოცნება ხო აბა რას ებრძვის აი ზუსტად ეხლა დაიწყო შემოტევა 13 წლის განმავლობაში იგივე თქვენ რა გონიათ რა ეს კოჰაბიტაცია რა ძალად მოხოვული არის ხო ჩვენ რომ საუბრობდით აი ეხლა ნაციონალური მოძრაობა და მისი ესეც ხო ხედავთ რა ხო ნახეთ კომისიაზე რები ხდება რა ფაქტები გამოჩნდა და კიდე რა ფაქტები იქნება ჩვენ ხო დააკვირდით პრემიერ-მინისტრის განცხადებას ყოფილი გახარიასი როგორ დაინიშნა გახარია და ვინ დანიშნა გახარია კაცი რომელიც მოსახსენებლად გამზადებული იყო შინაგან საქმეთა მინისტრი უცბად პრემიერ-მინისტრად დაანიშნეს და ის ზარები და რო არ იძახის საიდან მოხდა ხო ყველაფერი ეს ბატონო ნიკოლოზ არის იმის ნიშანი რომ ასეთი ზეწოლა იყო კაცო აი იდეოლოგია ყველაფერი ასეთი ახალგაზრდები უნდა დააწყობთ იმიტომ რომ მუშაობდნენ ამაზე მუშაობდნენ ეს ფული აბა სად მიდიოდა განათლების სისტემა იმაზე უნდა იყოს მომართული საქართველოს პატრიოტები გაზარდოს ანუ საქართველოს გაუზარდოს შვილები და დღევანდელი განათლების სისტემა არის ორიენტირებული საქართველოს კი არ უსდის ამერიკელებს უსდის ინგლისელებს თურქებს და მეზობელ ქვეყნებს იმათ ინტერესების გამო მხატვრელი თაობა იზრდება რუსთაველის პროსპექტი ჩვენი სავიზიტო ბარათი იყო კაცი რო ჩამოვიდოდა თბილისში პირველად რუსთაველზე უნდა გაევლო აი ხა დღეს რო კაცი რუსთაველზე გაატარო გული გაუსხდება იმიტომ რომ ეს არის ჯუნგლები ეს არის კატასტროფა და შეხედეთ აი იმ რუსთაველის პროსპექტს აი ყოველთვის აი მართლა აი ამ კადრებს რო უყურებ იმიტომ თქვენს გთავაზობთ ამას აი ნახდათ ნოსტალგია მიპყრობს მე სამწუხაროდ ბავშვი ვიყავი ეს ეპოქა რო დასრულდა კარგი ეპოქა საქართველოსთვის და მაგრამ ბუნდოვნად მაინც მახსოვს აი ეხლა რა ბედნიერები ვიყავით მაშინ სად ვიყავით და დღეს სად ვარ და მაშინ სად ვიყავით აი პარალელი გაავლეთ შენ იმვერი ჩემო თბილის ქალაქო საქართველოს
დიახ, აი ეს თბილისი და ჩვენი თბილის ქალაქი, რომელთაც ჩვენ ვამაყობდით, წარსულს ჩაბარდა. დღეს რუსთაველი და ჩვენი ცენტრალური ქუჩები არის დადღაბნილი, გაპარტახებული, ესე იგი ყველა შენობა, ესე იგი გადაფრენილია რაღაცა გადაშლილი, გადმოშლილი არის და ზიან ეს ადამიანები შეურაცხყოფას აყენებენ, ვინმეს თუ დაინახავენ, მიაძახებენ, მოაძახებენ, ეს მათხოვრები ესენი და ამას დასასრული არ უჩას, აი ყველაფერს რა. და მე მგონია წერტილი დაესვას, მithumetes ტურისტული სეზონი მოდის ახლა და ტურიზმზე დგას ეს ქვეყანა სამწუხაროდ მარტო და უნდა მივხედოთ ამას. არავინ არ ჩამოვა ამ ქვეყანაში კიდე თუ რუსთაველი გადაიკეტა, ვერ გავიგე რა უბედურება ეს რუსთაველი ამათმა რამე მოიგეს რამეში თუ რა. მე რა არის იცით ბატონო ნიკოლოზ, უსაფრთხოების თუ შენ ქვეყანაში უსაფრთხო არ ექნება, არავინ არ ჩამოვიდა. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ხა თქვენ რო თქვით, რუსთაველის პროსპექტი არის საქართველოს ისტორია. რუსთაველის პროსპექტზე განთავსებული ყველა შენობა თითქმის არის ისტორიული მემკვიდრეობის. ჩვენი ისტორია, საქართველოს ისტორია, ჩვენი იდენტობა, ჩვენი კულტურა, ყველა შენობა არის შეურაცხყოფელი. ყველა შენობაზე რაღაც წარწერები, აი გული მოგიკვდება რა, გული მოგიკვდება. კარგით დაუშვათ თქვათ რომ რაღაცას აპროტესტებ, ხო? გასაგებია მიხვედი და აპროტესტებ, მაგრამ აი შენობას აკაკის და ილიაზექს რას ერჩით? რუსთაველის თეატრს, ოპერას და აი ყველა შენობას რაც კი იქ არის, რას ერჩიან? აი შენობამ რა დააშავა? ან იგივე დაუშვათ ქაშვეთის ეკლესია და სხვა მიმდებარე ტერიტორიები. აქ ერთი რაღაცა არის, იცით რომ ეს ყველამ კარგად ვიცით რომ რა ძალები და როგორი ძალები მუშაობენ და ვინ არის და ვის იყენებენ ამის გასაკეთებლად. მნიშვნელოვანია რომ ეხლა რა თქმა უნდა პოლიცია და ხელისუფლება ამას ყველაფერს ძალიან კანონიერად ყველაფერს კარგად აკეთებს, მაგრამ საბოლოოდ უნდა დაესვას ამას წერტილი. აი საბოლოოდ უნდა დაესვას, იმიტომ რომ მართლა არავინ არ ჩამოვა. ჩვენ ორიენტირებული უნდა ვიყოთ. ჯერ ერთი წესრიგი და სისუფთავე ქალაქში ესეთი და მეორე ტურისტული სეზონი და ტურისტების ჩამოსვლა და თუ ეხლა იქ ანტირუსული განწყობები იქნება, აი ზახება რუსების საწინააღმდეგო, რომ ვინ ჩამოვა? ან ვის უნდა აქ რომ აი ასეთ ვაქხანალიაში ჩამოვიდეს? გასაგებია, ჩვენთვის გაყოფილი დრო ამოიწურა, ბატონი მამუკა კარტოზია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, მადლობთ ბატონო მამუკა. და ჩვენ უკვე ხვა ორშაბათს შევხვდებით ერთმანეთს ძვირფასო ტელემაყურებლებო და უკვე ამ ორშაბათისგან დავიწყებთ ახალ პოლიტიკურ სიახლეებზე საუბარს. მანამდე კი კვირას როგორც ყოველთვის ტრადიციულად ჩვენ შევხვდებით საკვირაო რუსულენოვან გადაცემაში და აი ზოგიერთი მაგალითად აი კომენტარებში მწერს ხოლმე რა საჭიროა რუსულად ეხლა მე ასეჯერ ვლაპარაკობ ეხლა ერთუჯრედიანი ხალხისათვის. რუსულ ენაზე გადაცემა კეთდება იმიტომ რომ უამრავი ადამიანი არის უცხოეთში რომლებიც ვერ ფლობენ ქართულ ენას, ეს არის ძირითადად პოსტსაბჭოური სივრცე. საქართველოში სამწუხაროდ ხალხი ცხოვრობს, რომლებმაც ეს ჩვენი ენა არიციან და პირველ რიგში რატომაც კეთდება ეს გადაცემა, რომ ჩვენი ხმა გავაგონოთ ჩვენ აფხაზ და ოს ძმებს. ახალგაზრდა თაობამ საერთოდ არ იცის ქართული ენა. აი ძველებმა კიდე იციან და მათთვის კეთდება ხალხო ეს. თქვენ გონიათ, ეხლა ჩემთვის უფრო იოლია ქართულ ენაზე ვაკეთო გადაცემები. თქვენ გონიათ, მიდით ერთი თქვენ გააკეთეთ ერთი, ხო? და ამიტომ რამდენჯერმე რომ მომდის ეს კომენტარი, ხო, აი კიდევ ერთხელ წმუნდები მართლა რომ ჩვენ მართლა ჭირდება რაღაც გარკვეული გაჯანსაღების პროცესი. ამდენი ავანტყოფი არც ერთ ეპოქაში არ ყოლია ქვეყანას. რამდენიც ეხლა ყავს საქართველოს. კარგად ბრძანდებოდეთ, შევხვდებით ორშაბათს.